გამარჯობათ, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, მადლობა რომ გვეწვიეთ. მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გუშინ გადაცემაში სტუმრებთან ხაზი გაუსვიერთ გარემოებას, რომ არჩევნებამდე ყოველდღიურ რეჟიმში არ შეწყდება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, მათი ლიდერების მხრიდან, ასევე ევროინსტიტუტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოქმედი ხელისუფლებისადმი. ერთია რომ რა თქმა უნდა არჩევნებამდე არაეთიკურია ასეთი მიდგომა, მაგრამ გამართლდა როგორც ჩანს ეს ჩემი სიტყვები და აი დღეს მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აგრძელებს ამ ხაზს და ამბობს ასეთ რამეს. საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოუხატეთ. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს, გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს განცხადება მაკრონმა გააკეთა ევროპული საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ. თქვენ როგორ ხედავთ საერთოდ და რა კომენტარს გააკეთებდით წინა საარჩევნოთ, როდესაც მაქსიმალურად უნდა იყოს ეთიკა დაცული აი ამ კუთხით, რათა ოპონირების რეჟიმს ჰქონდეს თანაბარი პირობები. დასავლეთიდან პირდაპირ ასეთი მწვავე და მკაცრი შეფასებები კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო ოდირის შუალედური დასკვნა არის საკმაოდ მოზომილი და ნეიტრალური. დიახ, ეს სიმპტომია. პირველ რიგში ბატონ დავით, თქვენი პროგნოზი გამართლდა და როგორც ჩანს არჩევნების ბოლო წუთამდე აღარაფერს ვამბობ იმის იქეთ, რაც გველის მათი მხრიდან შეფასებების კუთხით იქნება ეს მწვავე განცხადებები. მაკრონის განცხადებას წინ უსწრებდა ჟოზეფ ბორელის განცხადება. ბორელი მოგეხსენებათ მთავარი პასუხისმგებელი პირია ევროკავშირის დიპლომატიურ მისიაზე და მის განცხადებებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა ყოველთვის საქართველოსთან მიმართებით, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო იყო სანიმუშო ასპირანტი ქვეყანა. და ასეც აღინიშნებოდა საქართველოს ყველა პარამეტრით ჯობდა მოლდოვას და უკრაინას. პირველ რიგში პარამეტრებს შორის ეს არის სასამართლო გამჭვირვალობის სისტემა, ეს არის ანტიკორუფციული გენი. ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოს ყოველთვის წინ განაყენებდა. მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ საქართველოს დიახ უარი თქვა იყოს ნაწილი იმ ჩანაფიქრისა და იმ სცენარისა, რომელიც დიდ ახლო აღმოსავლეთში ფრაგმენტაციის გზით ახალი ცეცხლის კერების გაჩენას გულისხმობს და მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხრეთში. არავისთვის დასამალი არ არის და დღეს ეს გეოპოლიტიკური ტერმინები, როგორც არის ჰარტლენდი, რიმლენდი, როგორც არის ანაკონდა, არა ეს მიზნის მიღწევის ის ტერიტორიული ერთეული, საიდანაც ხდება უშუალოდ განხორციელება კონკრეტული მიზნებისა და რომელშიც ხდება სამწუხაროდ საქართველო, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიზნის მიღწევის ასე ვთქვათ საშუალება ტერიტორიული ერთეულიდან გადავიდეს ანგარიშგასაწევ ტერიტორიულ ერთეულში. ისევე როგორც ამას აკეთებს აზერბაიჯანი. ხედავთ როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდა რამოდენიმე დღის წინ ალიევს საქართველოში შესაძლო დესტაბილიზაციის პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ალიევი ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოში დაწყებული დესტაბილიზაცია და ქარცეცხლი ეს პირდაპირ უქმნის აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას პრობლემას. არ ამცნობის უბრალოდ ხელისუფლებას. ტრენდზე მასალაც იყო დიდი განაყოფილება. ანალიტიკურია აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით, ასე ვთქვათ, თანამოღვაწე, მთელ რიგ მიმართულებებში მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ბოლო დროს დადებულ განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის ენერგოპროექტს, რომლითაც აზერბაიჯანი საქართველოს გავლით აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მოამარაგებს ელექტროენერგიით. და სხვათა შორის ეს არის იმ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ენერგოგენერაციის იმდენი ობიექტი, რომ თავად გამოიმუშაოს სამხელა ენერგია და ყველასთვის უკვე ცნობილი ხდება, რომ ამ ენერგიის ძირითადი გენერაციის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც პირდაპირ არ ახორციელებს ამ ექსპორტს, არამედ ახორციელებს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. ეს არის უნიკალური მოვლენა, ასე ვთქვათ, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაშინ როცა გავხდით შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, მაშინ როცა გავხდით შუა დერეფნის და ამავე დროს
სამხრეთის დერეფნის უმთავრესი კომპონენტი ამიერკავკასიაში, ხო? მაშინ როდესაც იდება ახალი და ახალი აიხსნება ახალი და ახალი პერსპექტივები მდგრადი ეკონომიკური განვითარების კუთხით და ამაზე ციფრებიც მეტყველებენ. მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე სწრაფი ეკონომიკური განვითარების დინამიკის თვალსაზრისით. ეხლა ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც ქვეყნდება რა. რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ქვეყნები, რომლებსაც ეს არ აწყობთ. არ აწყობთ, იმიტომ რომ საქართველო ტრადიციულად განიხილებოდა როგორც პლაცდარმი მათი მოღვაწეობისა და მოღვაწეობის საბოლოო შედეგი იყო ჰარტლენდი, როგორც მოგახსენეთ, ამაზე დიდ დროს არ წავიღებ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ხელსაყრელ მომენტად ჩაითვალა საპარლამენტო არჩევნები და ყველაზე ხელსაყრელ მომენტად ჩაითვალა საბაბიც და მიზეზიც იმასთან დაკავშირებით, რომ მეოთხე ვადით არავითარ შემთხვევაში ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს. ეხლა ნახეთ, ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი შეხედულება. მე პირველ რიგში გეტყვით, რომ ქართული ოცნების მეხუთე არასდროს ყოფილ ვარ და მისი ადვოკატირება არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, ამოცანა. მაგრამ მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ ეს არჩევნები არ არის ის საბოლოო ინსტანცია, რომლის იქეთ ჩემი ქვეყნის განვითარებაზე მთავარ პასუხისმგებელ რგოლად რჩება ქართული ოცნება. არა, ქართულ ოცნებას აქვს პროგრამა მაქსიმუმიც და პროგრამა მინიმუმიც. გადააგოროს ეს არჩევნები ისე, რომ საყოველთაო სახალხო მხარდაჭერის გზით უზრუნველყოს სტაბილურობა ქვეყანაში, ახალი საარჩევნო სისტემა, ახალი პოლიტიკური სისტემა, ახალი ცვლილებები კონსტიტუციაში და ის აღებული ვალდებულება, რომლის გარშემო 1000 სპეკულაცია დაიწყო და მე არა ვარ მომხრე ამ სპეკულაციების მართალი გითხრათ რა. არც რაღაცა მორალისტობის თვალსაზრისით და არც სამართლებრივი შეფასებების თვალსაზრისით. ის რომ ნაციონალური მოძრაობის დენაციფიკაცია უნდა დაწყებულიყო და რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ამაზე თან ხვდებოდი მთელი ერი და მთელი ბერი 2012 წლის 1 ოქტომბერს და ეხლა ვინ საიდან აბავს ყურს ამ სპეკულაციებს, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენთვის მთავარია, რომ დიახ ის რაც ვერ მოხდა 12 წლის წინ მოხდეს ახლა. არაფერი გვიან არ არის, არაფერთან დაკავშირებით მატარებელს არ ჩაუვლია. დიახ 2022 წლის თებერვლის მოვლენებმა უკრაინაში გლობალური დასავლეთის ტოტალური დაპირისპირების თვალსაზრისით გლობალური აღმოსავლეთის წინააღმდეგ, რომლის მთავარი ბუფერი არის რუსეთის ფედერაცია და ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში სოფლიო ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რუსეთის იმპერიას ქონოდა პრობლემები საომარი თვალსაზრისით დასავლური იმპერიების შემადგენლობასთან და არ ყოლოდა ამავე დროს პარალელურ რეჟიმში იმავე შემადგენლობიდან მოკავშირე. და დღეს 56 ქვეყანა უპირისპირდება გლობალურ დასავლეთს, რომელიც რიგში არის ჩინეთი აუცილებლად. და ჩინეთისა და აი გლობალური აღმოსავლეთის თავარი ბუფერი არის რუსეთის ფედერაცია და ეს არის ის დრამატული მოვლენები, რომელსაც ჩვენ 2 წელიწად ნახევარია ვადევნებთ უკვე თვალყურს და რომელიც ჩვენს ინტერესებზე პირდაპირ ზემოქმედებს და ჩვენს მომავალზე პირდაპირ ზემოქმედებს. დღეს ეს გახსნილი პანჯრები ჩვენ ძალიან ბრძნულად გამოვიყენეთ. მე არ მინახავს ოპონენტი, რომელიც იტყოდა მაგალითად, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა 2022-2023 წელს იყო მცდარი. მე არ მინახავს არავინ, რომ თქვა ირაკლი ღარიბაშვილის და შემდგომში კობახიძის მიერ წარმოებული პოლიტიკა საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, იგივე ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით, იგივე რუსეთთან სტაბილური ურთიერთობების განსაზღვრის კუთხით და სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის ზრდის თვალსაზრისით, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენთვის როგორც ბენეფიციარი ქვეყნისთვის სასარგებლოს მომტანი, არამედ ჰუმანიტარული კავშირები გააქტიურდა ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული კავშირებიც გააქტიურდა და ნახეთ აი ეს ფიდბექიც არა, ეს უკვე გებაც, როდესაც ჩვენ 10 ოქტომბერს მივიღეთ ყოვლის მომცველი სრულფასოვანი უვიზო რეჟიმი რუსეთთან, რომელიც შეიძლება ბერმა არ იცის რას ნიშნავს და ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქართველი, რომელიც გამოდევნილი იყო სააკაშვილის ამაწურის შედეგად 2006-2007 წელს რუსეთის ფედერაციიდან, ყველამ დაიბრუნა ამინისტიის უფლება, ყველამ დაიბრუნა უკან დაბრუნების უფლება, ვისაც ბიზნესი ჰქონდა მიტოვებული, ვისაც სწავლა ჰქონდა მიტოვებული, ვისაც ოჯახი ყავდა დატოვებული, ან რაღაცა სხვა გარემოებების. ანუ იქ რეალურად იურიდიულ ენაზე, დიპლომატიურ და იურიდიულ ენაზე იყო ახსნილი, რომ უვიზო რეჟიმი გაფართოვდა. სინამდვილეში უვიზო რეჟიმი საერთოდ სავიზო რეჟიმი გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემ კოლეგებს და სოლიდარობას ლომისწვრილი აქვს ამაში შეტანილი და ჩემ ორგანიზაციასაც მასთან ერთად ბუნებრივია ჩვენ ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი და გაკეთებული, მიუხედავად ამისა, როგორ შეიძლება ეხა საკუთარ თავზე მივიწეროთ ის, რაც არ განხორციელდებოდა რომ არა ხელისუფლების გონივრული და პრაგმატული მოქმედებები. მე ამით ეხა დათურ სამსახურს არ უწევ ხელისუფლებას, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური.
მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიყო ობიექტური. იმიტომ რომ არ შეუერთდით სანქციებს. უარი თქვით სანქციებზე და აქეთ დაგვასანქცირეს. არ გახსოვთ, შარშან 1 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა აგვიგრძალა 2 კუბიკურ სანტიმეტრ მოცულობაზე მეტი ძრავის 2000 უკაცრავად გადაგზავნა 2000 სანტიმეტრამდე მოცულობის ძრავის ზემით ძრავის მანქანების გადაგზავნა ტრანზიტით ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის ფედერაციაში ან იმაში რა ქვია ბელარუსში. მათ შორის სომხური ტრანზიტიც აიგრძალა, წარმოიდგინეთ და სტატისტიკა რო ნახო. და ემისრები იყვნენ ჩამოსულები როგორც ევროკავშირიდან ასე წარმოიდგინე 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით 53 მილიონი ლარი იყო ბრუნვა და 3000 ორგანიზაცია იყო ამაში ჩართული ქართული. ამას ემატება მაღაზიები, საბითუმო გაყიდვები, სახელოსნოები, სადაც შემოტანილი მანქანები კეთდებოდა და მერე იგზავნებოდა და ასე შემდეგ. რიგითმა დილერებმა იზარალეს. რუსეთმა და ბელარუსმა გაჭრეს გზა შუაშორს იაპონიას აქ ნომერი მეორე სავაჭრო ნიშნული რუსეთთან. გაზარდა როგორც ენერგომატარებლების შემოზიდვის ასე თქვა, ანუ იმპორტის თვალსაზრისით მონაცემები თავად ევროპამ გაზარდა. ასევე აი დღეს დაიდო სტატისტიკა, რომ იაპონიამ გაზარდა ექსპორტი ავტონაწილების, მოტოციკლეტის ნაწილების და სოფტექნიკის ნაწილების. და დაბრუნდნენ ფირმები და ჩვენ რუსეთმა შეერთებულმა შტატებმა, რომელიც 2009 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ითვლება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად, სხვა შორის უნდა გითხრა, რომ სააკაშვილი ხო იყო მაშინ პრეზიდენტი და როგორი შეფასება მიცა ისი, რომ სტრატეგიული ქარტიის ხელმოწერითო ჩვენო საბოლოოდ გამოვედით გეორგიევსკის ტრაქტატის მოქმედებიდანო და შევედით ახალ მაშინ რა ქვია ხელშეკრულებაში ახალ ურთიერთობებში შეერთებულ შტატებთანო და ადრეც მithქვამს შენ გადაცემაში და ეხაც ვიტყვი ერთის პირდაპირ ინვესტიცია არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 92 წლიდან მოყოლებული დღემდე გარდა AES თელასისა რომელიც 94 წელს ჩაიდო თბილისში და გაიყიდა 2 წელიწადში რუსებს მიყიდეს არ არის ინტერესი პირდაპირ ინვესტიციებისა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან რატომ იცით? განამათ არ ესმით მნიშვნელობა. ერთი ქარხანა და ან ფაბრიკა არ აშენებულა. იმიტომ რომ მათი კონცეპტუალური მიდგომა ინვესტიციებთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს ისეთ ქვეყანაში ინვესტიციას, რომელსაც 72 საათის განმავლობაში შეიძლება დაემუქროს მეზობელი სახელმწიფოდან რაიმე ტიპის სამხედრო ექსპანსიის შედეგად მოვლენები და მოქმედებები. ეს პირდაპირ უდევთ და ამას გაფარებენ ცხვირზე და გეუბნებიან, რა ვქნა ძმაო, კი ხარ ჩემი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ვერ ვაკეთებ ინვესტიციას პირდაპირ შენთან შენს ქვეყანაში. და არც ერგნეთის ბაზრობის აღდგენის უფლებას მოგცემ, იმიტომ რომ ეს ჩემს ინტერესებში არ შედის. შენი გადატვირთვა ოსებთან და ტრანზიტულად მე გადატვირთვა რუსებთან და რუსების შუამავლობა და ფასილიტაცია შენსა და ოსებს, შენსა და აფხაზებს შორის ურთიერთობაში ჩემს ინტერესებში არ შედის. შეეგუე. ამიტომ დაგაფინანსებ, შევქმნი შენგან ელიტებს, იმიტომ იყო დეგნანმა რო წამოგვაძახა 6 მილიარდი გვაქვს დახარჯულიო 92 წლიდან საქართველოში მილიონი დოლარი გამოიყო გელათის რეაბილიტაციაზე და ის რომ მიატყეპეს პირდაპირ ის გადახურვა ისე რომ კრონშტეინები არ ჩადებულა ფაქტობრივად აი ამ ვითომ კეთილის საქმით ჩვენ გაგვიფუჭდა, გაგვინადგურეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. დიახ, და აი ამ ინვესტირებით 6 მილიარდის 30 წლის განმავლობაში მათ შექმნეს საკუთარი ელიტები. ის ელიტები აფინანსეს ზუსტად და იმ ელიტებთან დაკავშირებით შეუქმნეს მათ ყველანაირი პირობა, მათ შორის საბანკო კარტელური დიქტატურა დაგვიმყარეს ქვეყანაში. ხა ბანკები რო დიქტატურას აწარმოებენ ჩვენ ქვეყანაში, ეს ახალი ამბავია? და ყველა ბანკს რომ არაპროფილური აქტივები გააჩნია ზურგს უკან, ეს რა ახალი ამბავია? წყალს არიან დაპატრონებულები, ჯანდაცვას არიან დაპატრონებულები, სადაზღვო ბიზნესს არიან დაპატრონებულები და ასე შემდეგ. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ესეთი პრაქტიკები? არ არსებობს, მაგრამ ეს იმიტომ არსებობს ჩემო კარგო, რომ იმ საბანკო კარტელური დიქტატურის უკან არის დამფუძნებელი ფინანსური მამების ინტერესები. აბა შენი მიწა როგორ უნდა ჩაიგდო? ჯანდაცვაშიც იგრძნობა. ეკითხები, თქვენი მიწა როგორ უნდა ჩაიგდო ხელში? მიწის კოდექსი არ მეგვიღია, მაგრამ მივიღეთ ხო რაღაცა შუალედური აკრძალვა 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში, რომ საგანგებოდ მთავრობის ხდომაზე გატანის გარეშე ინვესტორი ვერ შემოდის ქართულ მიწაზე. მაგრამ აქვე ნებისმიერ ბანკს, რომლის უკან დგანან დიდი ბანკები,
მათი დამფუძნებლები, კერძო ბიზნესმენები, კერძო ფინანსისტები, ბუნებრივია ფლობენ იმ აქტივებს, რომელთაც ხდება სესხების უზრუნველყოფა და სესხების უზრუნველყოფა საქართველოში მათ შორის ხდება მიწის აქტივით, ხო მართალია? და შესაბამისად მიწა, რომელიც კანონმდებლობით არ არის საბაზრო ბრუნვის რეგულირების ობიექტი, ამ შემთხვევაში ხდება პირდაპირ დაუფლების ობიექტი. და მინდა გითხრათ, რომ დღეს გამოქვეყნდა მასალა ერთ-ერთ სააგენტოზე. BPN-ზე ვიტყვი პირდაპირ Business Press News-ზე პირდაპირ ამოტანილია headline-ად ციტატა ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც ამ სფეროშია დაკავებული, ბიზნესია მისთვის ეს მიწები და ამბობს ასეთ რამეს, რომ ვერ მივიღე პასუხი, რატომ აიკრძალა უცხოელებზე მიწების გაყიდვა. სოფელში ხალხი ამ მიწებს ვერ უვლის. ეს არის დივერსია. ეს არის დივერსია, რა თქმა უნდა. ეს ვისაც ახლა ჟურნალისტები, ვისაც ეხერხება სტრიქონებს შორის კითხვა, ეს არის პირდაპირ აფრენილი იხვი, რომ კონდეს ეფექტი. რა გამოხმაურება მოყვება ამას? ანუ ზონდაჟი დღემდე მიდის. აი გვარიდეს სახელი უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად. ეს არის ადეპტი, შემოგდებული თემა, ისევ და ისევ. მის ურს უკან დგანან ლობისტები, რომლებიც ასეთი ტიპის, თქვათ, ყურუმსაღების ხელით ახდენენ პოზიციონირებას. ნახეთ რა ხდება ავსტრიაში, ნახეთ რა ხდება შეერთებულ შტატებში. 1%-ია გამოტანილი საგანგებო საინვესტიციო ფონდი ქვია იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული პრაქტიკები და უნარები იმისა, რომ გააოცონ აგრარიკოსთა კავშირი შეერთებული შტატების და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იმ 1%-ში კონდეს ოპერირების უფლება. ისრაელში მიწა საერთოდ არ იყიდება, ნაციონალურ ღირებულებად არის გამოცხადებული. ავსტრია საერთოდ არ ყიდის მიწას და განსაკუთრებულ ღირებულებათა აქვს ცნობილი და თუ მაინც და მაინც მაგარი აგრარიკოსი ხარ და სერიოზული ნოუ-ჰაუთი შემოდიხარ ავსტრიაში გეუბნება, რომ აი ნახე, ჩემო დავით, გინდა ხო შენ ავსტრიაში მიწაზე იმუშაო და დაეუფლო მიწაზე გარკვეულ რესურსებს. შენ გექნება 10 წელი, ნახეთ, 10 წელი მოსამზადებელი პერიოდი. ამ 10 წლის განმავლობაში ლაბორატორიული წესით დაგაკვირდებით, რას აკეთებ. ამას ქვია იმატრიკულაციის წესი. და აი იმ იმატრიკულაციას რომ გაივლი, მერე მოგცემ გადაწყვეტილებას ჩაგაბარებ რა მიზან შეწონილობაა შენი შემოყვანა არ შემოყვანის ქვეყანაში. აქ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რომ 53000 გექტარი გვაქვს, აი ესე გადაყრილი და თვალსა და ხელშუა ესე არ არის, ამას დაბრუნება ჭირდება. ამიტომ არის რომ დღევანდელი ჩვენი ცვლილებები, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იწყება არა მიწის რეფორმით, ვთქვათ, არა ენერგეტიკის სფეროში რეფორმებით, არა საბანკო სფეროში რეფორმებით, არამედ იმ რეფორმებით, რაც არის მთავარი წყალგამყოფი ტრენდული წყალგამყოფი გლობალურ დასავლეთთან. დიახ, შეიძლება ვიღაცას ეს ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვით ნაკარნახევის საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც 19 კანონია გაერთიანებული, არის კუბოს ფიცარზე მათი ლურსმანი, რასაც ქვია. იმიტომ არის ნახეთ რას გიწერთ დღევანდელი ევროპის საბჭო. დღეს გამოვიდა ხო რეკომენდაცია რა. რას გეუბნებოდა ჟოზეფ ბორელი გუშინ წინ, რას გეუბნება მაკრონი ასევე დღეს. ჰერჩინსკი ამატებს ჰერჩინსკი კი ბატონო და ყველა პირდაპირ შესეულები არიან ამ კანონზე რა. ვისაუბრებ კიდევ. ესე იგი რუსული კანონი აღარ ახსოვთ საერთოდ რა. და LGBT თემის წინააღმდეგ აგორებული და დაწყებული საყოველთაო სახალხო მოძრაობა, რომელიც ბეჭედი ღვთივკურთხეული იყო 17 მაისი. როდესაც 1,200,000 ადამიანი გამოვიდა, რომელიც ის ხალხია ზუსტად, რომელიც ჩაეჭიდება ამ კანონის მოქმედებას ბოლომდე. შეიძლება ოცნება ბევრს არ მოწონდეს, ბევრი საკრიტიკებელი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თემებითა და მიმართულებებით, მაგრამ ეს წყალგამყოფი არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის წყალგამყოფი და ამას უნდა ჩავეჭიდოთ აუცილებლად. რომ ეს სისტემური, ასე ვთქვათ, გარდატეხა მოვახდინოთ. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერც აზერბაიჯანის გზას ვერ დავადგებით, რომელმაც უკვე 75%-იან ნიშნულს მიაღწია ამასობაში თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ამბავში. ნახეთ როგორ თიცუქნებს შეერთებულ შტატებს. ნახეთ როგორ ელაპარაკება რუსეთს. პუტინს არც კი დახვდა იმაში, რა ქვია, აეროპორტში, ხო? კი, ეს პროტოკოლური მომენტი იყო, მაგრამ მეორე მხრივ ხო, სოფლიოში თვალშისაცემი მომენტი იყო, არა, ილხამ ალიევმა თავს უფლება მიცა, არ მისულიყო ტრაპთან და არ დახვეთროდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელთანაც 59 ვიზიტი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში და რომელთან ურთიერთობასაც მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. მე ხაზზე მინდა გაუსვა, ამით კი არ აკნინებს რუსეთის ფედერაციას. პირიქით, მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამავე დროს საკუთარი სუვერენიტეტი
სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ამაღლებულ მომენტს უსვავს ხაზს, რომ ის თავისი ქვეყნის ლიდერი არ არის არავისი საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანს აქვს ერთიორად მაღალი სუვერენიტეტის დოზა მათ შორის სომხეთთან მიმართებით საკურველია. უბრალოდ არა პირდაპირ, თუმცა ირიბულად ანალიტიკაში ხშირად წერენ იმაზე, რომ ესეთი ფარული გავლენა მაინც აქვს მიუხედავად კარგი და პარტნიორული და ძმური ურთიერთობებისა თურქეთთან და ასევე ესეთი შიშნარევი სინდრომი მაინც შეინიშნება ირანის მხრიდან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსაც და სომხეთსაც დღევანდელი აზერბაიჯანი სუვერენიტეტის დოზით ბევრად აღემატება. აბსოლუტურად გეთანხმება. ხო, ასეა, ხო? აბსოლუტურად. დავით, გავაგრძელოთ აი უწყვეტი განვითარება მინდა ასე ვთქვათ შევძინოთ ჩვენს დიალოგს ამ მიმართულებით. ხო, სადამდე მოვდივართ, ანუ რატო აქვს ამ 26 ოქტომბერს განსაკუთრებული მნიშვნელობა? იმიტომ რომ დიახ, აი საკანონმდებლო ტრილოგია ასე დავარქვათ რა. თქვენ გესმით რაზეა ლაპარაკი? გენდერული კვოტები ამოღებული იქნა საარჩევნო პროპორციული სიების ფორმირების წესიდან. ეს არის მათთვის აი გინდა სილა გაგიწვნია, ესე იგი ხელუკუღმა და გინდა ეგეთი რაღაც გაგიკეთებია. მაგრამ ამის მერე რომ შემოტრიალდა კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ესენი მიიჩნევენ რუსულ კანონად და სინამდვილეში არის ცივილურობის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის თავმოყარეობის გამომხატველი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვისაც პრეტენზია გარედან დაფინანსებული კონკრეტული ღონისძიებების, ქმედებების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე საზოგადოებას მიაწოდოს მათივე დეკლარაციები. აქ არ არის გარემეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციების მიწოდება. მათივე დეკლარაციები, ანუ რამდენად პირნათლად შეუძლიათ მათ რომ მოახდინონ დეკლარირება ამისა რა. ეს ჩაგვითვალეს რუსულ კანონად და ამაზე ესე იგი გამოგვიცხადეს გენდერულ კვოტებს, მაგრამ გენდერულ კვოტებს და გამჭვირვალობის კანონს რომ მოაყოლეს უკვე ჩვენმა პარლამენტმა და მინდა 84-ვე პარლამენტის წევრს ყველა თავის ოჯახის წევრიანად გამოუცხადო, მადლობა თქვენი ეთერიდან რა. აი ჩათვალეთ რომ თქვენს გვერდზე ვდგევართ, თქვენს გვერდზე ვიდგებით, მანამდე სანამ საჭირო იქნება რომ ვიდგეთ თქვენს გვერდით და ნამდვილად არც არაფერში გეჯიბრებით გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი გვაქვს მისაღწევი და კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. დაკავშირებით უფრო მარტივად რო ავხსნა ტელემაყურებელი, რომელიც დიდად არ არის გათვითცნობიერებული. ხო, აი საინტერესოა კი ბატონო. ხალხი პრინციპში ბრძენია, ვინც უყურებს პოლიტიკურ გადაცემებს, ნამდვილად ხდება რაშიც არის საქმე. ძალიან მარტივი ალგორითმია. კონსტიტუციაში პრეამბულაში გვიწერია პირდაპირ, რომ ჩვენ არავის არ ვარჩევთ სქესისა და ფერის და კანის და მრწამსის მიხედვით, ხო ასეა. თუ კაცები და ქალები აი პროფესიონალური თვალსაზრისით ჩვენ პროფესიონალიზმის კუთხით არავის არ ვარჩევთ, რა თქმა უნდა, პარტია რომელიც იღებს მონაწილეობას, პარტიას ყავს თავის თავმჯდომარე. თავად სიას ხო ადგენს ის და პარტიას პოლიცსაბჭო ხო ყავს. ხო თავად განსაზღვრავენ, რამდენი ქალბატონი უნდა იყოს ან რამდენი მამაკაცი ამ სიაში. რაჯანდაბის გენდერული კვოტა არის ეს. აი პირდაპირ ახლა მეც ცოტა ნერვებს ემოციებს ავყევი. რას ნიშნავს ეს გენდერული კვოტა? ეს არის ხელოვნური საქართველოსთვის მიუღებელი რაღაცა სისულელე. ბოსლის სისტემა სადროდის აბავ კურს და მექანიზმი მანიპულაციისთვის. ანუ მათ ჩვენ გონივართ ისეთი სულელები და შტერები, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში მეთოდიჩკები მოუძველდათ. ანუ მესამე რიგის ბანანის ქვეყნები ვგონივართ ჩვენ ბურუნდი, ზიმბაბვე და რა ვიცი. ხო და не тут-то было რა რო იტყვია და ეგრე არ არის რა დავით რა. საქართველოს არ ჩვენით იწყება და არ ჩვენით მთავრდება და მოდის ეს ქვეყანა და მოაქვს თავისი წარსულიდან გამომდინარე მომავლის იდეები და შესაბამისად ამ ქვეყანას ყავს არაჩვეულებრივი მოსახლეობა, არაჩვეულებრივი საზოგადოება. რაც ჩვენ ახლა გვაკლია, ეს არის ერთსულოვნება. ერთსულოვნება რა შემთხვევაში მიიღწევა დავით? ეს არ არის უკვე დემოკრატიის პრინციპი, ეს არის მყარი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც ემყარება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების სხვა მხრივ პრინციპებს არა და რომელიც მთავარი ასე ვთქვათ საკითხი წყდება არა იმაზე რომ ხალხს უნდა ვკითხოთ თითოეული ნაბიჯი რას ვაკეთებთ, არამედ ხალხთან ერთად თუ თანხმდებით წარსული ისტორიის გამოცდილებით მომავალში როგორ მივდივართ. თუ კი ვინმეს მაგალითად ჩემს გარშემო წარმოუდგენია რომ ოჯახური ღირებულებებისა
და ბავშვთა უფლებების დაცვის კანონი, რომელიც არის ანტი-LGBT პროპაგანდის კანონი, არის მისთვის მიუღებელი, ის ჩემთვის არც ახლობელია, არც მეგობარია, არც ოჯახის წევრია და საერთოდ არავინ არ არის. მე ესე მიმაჩნია. ბოდიში პათეტიური ასე ვთქვათ გამოხატულებისთვის რა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვანაირად არ გამიგოთ რა, სიცოცხლე მაქვს ჩაქცეული ამაში ხა. ვინც იცის ჩემი წარსული, ხო? და 2008 წლიდან მოყოლებული საპარლამენტო ტრიბუნაზე მაქვს მე, ესე იგი დაწყებული ეს ბრძოლა, რაც ბევრი რაღაცის ფასად დამიჯდა, მათ შორის იქ სახალხო დამცველობა ჩავარდა ჩემი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამან აი ეს კოკორი დღეს იფურჩქნება ჩემ ცხოვრებაში, ხო, როგორც იქნა მადლობა ღმერთს ანტი-LGBT პროპაგანდის საკითხი და ვიწყებთ და ვაგრძელებთ შემდგომ განვითარებას უკვე ამ კაბალის გარეშე. არ გვინდა ბატონო ეს ინდოქტრინაცია. ღირსებით ევროპისკენ ზოგადად სხვანაირად შეგიძლია გაიგო და არა სპეკულაციურად. არ მინდა მე ევროკავშირის მიერ თავსმოხვეული იდეოლოგია, მაგრამ ვერსად გავექცევი ევროპის კონტინენტთან ურთიერთობას, თანამშრომლობას, კოოპერირებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საჭირო რგოლი ვარ, ხიდი ვარ, მყარი ხიდი ვარ გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის. და მე ჩემი ისტორია მაქვს, ჩემი ცივილიზაცია მაქვს, ძველი ცივილიზაცია ვარ. მე ვარ ფუძემდებელი მათ შორის ევროპული ქრისტიანული კულტურის საფუძვლებისა და ვარ უკანასკნელი ბასტიონი და უკანასკნელი ფორპოსტი ქრისტიანობისა აღმოსავლეთის. ღირსებით ევროპისკენ ცოტა უცნაური ეს ფრთიანი ფრაზაა, ღირსებით ევროპაში ქართული 414 დივიზია შევიდა 45 წელს. ანუ თუ შეიძლება ქოთანს კუდის ხვანაერად მოვა. ხო, ამიტომ ეს ცოტა უცნაური კრიტიკის საგანი არის, რა თქმა უნდა, დავით არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე, მე ამაზე არ გავამახვილებდი მეთქი ყურადღებას, იქ რა წერია სლოგანში. მე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რომ ხე იცნობა ნაყოფით და ნაყოფი გვაქვს სამი მნიშვნელოვანი კანონი. მე ამ კანონებს ვეჭიდები. ჩემთვის მიზანია პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის კუთხით, რომ ამ ის კანონები მარტო მიღებული კი არ იქნეს. არამედ 1 ნოემბრიდან ამოქმედდნენ ეს კანონები, შეიძინონ ძალმოსილება, შეიზღუდოს მათი პერვერტული მადა ჩემს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში დაკარგოს ყოველგვარი აზრი დაკარგოს მათმა არსებობამ ჩემს ქვეყანაში და ნელ-ნელა გაიძურწონ აქედან და მსგავსი მიზიდავსო და მსგავსი თანაგანსხრებისო, ნათქვამია და მათი განსაცხრომელი არის სოდომური ევროპა რა. ყველას არ გულისხმობ, იქ არიან დიდებული ერები და დიდებული საზოგადოებები, რომლებიც ქუჩაში ნახეთ, პარიზის ქუჩებში, ბერლინის ქუჩებში, სერბეთი როგორ იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ფრთები წააჭრეს და მეტოხია და კოსოვო ჩამოათალეს ხელებიდან, მაგრამ იბრძვის და აგრძელებს ბრძოლას და აგერ ბრიქსის კარებთან აკაკუნებს უკვე და ეს არის მისი ერთ-ერთი შანსი იმისა, რომ თქვა პირდაპირ. თქვა, სწავლობთ, შეიძლება ბრიქსი გვერჩევინოს ევროკავშირს. რა თქმა უნდა, და ევროპის გული, ქვეყანა რომელიც ევროპის ცენტრშია. ყაზანში იმართება ბრიქსის სამიტი, იცით თქვენ, 22-24 ოქტომბერი. ეს ერთ-ერთი განსაზღვრელი, ძალიან მნიშვნელოვანი, ეპოქალური მნიშვნელობის სამიტია, იმიტომ რომ იქ აზერბაიჯანი აპირებს დაკაკუნებას, თურქეთი აპირებს დაკაკუნებას, სერბეთი აპირებს დაკაკუნებას და ნახევარი დედამიწის ეკონომიკები შიგნით არიან უკვე მოქცეულები. მესამე ეკონომიკა ინდოეთის, პირველი ეკონომიკა თითქმის უკვე ჩინეთის და მერვე ეკონომიკიდან მეხუთე ეკონომიკის ნიშნულზე გადმოსული. იმაზე რომ მარწუხები ჰეგემონის მარწუხებიდან სურთ დაღწევა. რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობ, აფრიკის კონტინენტი რას აპირებს და რა ხდება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, არა, მიდის მასობრივი პენეტრაცია, ანუ ჩვენ ხედავთ, რომ მიდის ფორმატირება მთელი მსოფლიოს. აი ამ სოფლიო ფორმატირების პროცესში ეს პირობით რეფლექსიად ქცეული მოქმედებები იმ გრანტი ჭამიებისა, რომელთა რაოდენობა 25000 ერთეული ვინმეს ხო არ ეცოტავება 25000-მდე ავიდა ზურა ჟვანიას დროს მახსოვს მე რომ 2000 რომელი წელი იყო, გეტყვით ახლა ზუსტად 2002 წელი იყო, ქვეყანაში იყო რეგისტრირებული 3000 NGO. დღეს არის 25000 NGO, რომელიც დაკავშირებულია დასავლურ გრანტებთან. მათ შორის მხოლოდ 7 იღებს 75 მილიონს. 25000 ჯამში იღებს 400 მილიონი ლარის დაფინანსებას, რაც არის 175 მილიონი. რიტორიკული შეკითხვაა. 175 მილიონი საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეცვალო
პლაზმა, კონიუნქტურა პოლიტიკური და დაამყაროს საკუთარი წესრიგი, საკუთარი წესები, რაც არის ესე იგი პრინციპი, ვინც იხდის ის ასე ვთქვათ უკვეთავს მუსიკას, ხო? ამის წინააღმდეგ მიდის რა ტრენდი. ანუ ამის წინააღმდეგ ვითარდება ქართული სუვერენული პოლიტიკა. და გარდამავალ ეტაპს რატო გულისხმობ იცით ქართული ოცნების ხელში, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში უნდა დამყარდეს ის პოლიტიკური სისტემა და იმასაც გეტყვით, როგორ მესახება მე აქამდე მისასვლელი გზები, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. ეს იქნება დიახ დაკავშირებული მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან, სადაც ყველა დეპუტატი, რომელიც პარლამენტში უნდა შევიდეს, უნდა გაიზომოს მისი პოლიტიკური საქმიანობის ნდობის დადებითი რეიტინგიდან გამომდინარე. ანუ მას უკვე უნდა ჰქონდეს ნაკეთები თავის ცხოვრებაში იმდენი და ისეთი საჯაროობის ხარისხი უნდა გააჩნდეს, რომ მის მიმართ კითხვები არ უნდა იყოს, რატოა ეს ადამიანი პარლამენტში? რატოა ეს ადამიანი პარლამენტში? აქამდე რა გქონდა ჩვენ? საბჭოთა კავშირის 26 და 25 ყრილობებზე რო ისხდნენ ხოლმე ჭუბიჭეიკები, ხო იცით? მანდატების მაგივრად პადნია ჭუბიჭეიკი. ხო, მაგრამ ისინი მშრომელი ხალხი მაინც. დღეს არ არიან ეგეთების? დღესაც სავსეა პარლამენტი ჭუბიჭეიკებით არა, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, გარდა იმისა, რომ არიან ბალასტი. მაგრამ არა, თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ ეს საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ამისთვის უნდა შეიცვალოს გლობალური დამოკიდებულება. ჩვენ ქართველები თავმოყარი ხალხი ვართ. ნებისმიერი ქართველი გეტყვის, რომ ამ ტიპის პარლამენტი, რაც ჩვენ ბოლო წლების მოწვევის პარლამენტებს უყურებთ, არის სირცხვილი და თავის მოჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ბიზინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის და მე ვიცი მის დამოკიდებულება ზოგადად საკითხის მიმართ, რომ ის მომხრია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის. და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რომ მიიღო, ამისთვის კონსტიტუციაში უნდა მიიღო ცვლილებები. კონსტიტუციაში რომ მიიღო ცვლილებები, ამისთვის სჭირდება უმრავლესობა. უმრავლესობა რომ მიიღო, ამისთვის სჭირდება ძალიან მძიმე რეფორმების გატარება, რომელიც დენაციფიკაციასთან არის კავშირში, იმიტომ რომ შემდგომი არჩევნები ნაცების გარეშე უნდა ჩავატაროთ. და ყველა მასთან აფილირებული იმ ტიპებთან, რომლებმაც გეი მემორანდუმს ხელი მოაწერეს 15-მა გეი პოლიტიკურმა პარტიამ და აიღეს სახალხო ვალდებულება იმისა, რომ პარლამენტში მოხვედრის თანავე გეი ლობიზმი იქნება მათი პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი შემადგენელი ნაწილი რა არ იყო ეგრე 2021 წლის 4 მაისს ხო მე და თქვენ შევპირდით და დღესაც შევასრულოთ პირობა რომ არც ერთი ეთერი არ გაივლის აი ამის შეხსენების გარეშე და ვთხოვდი იცით თქვენს ტელევიზიის ხელმძღვანელობას რომ მართლაც გავაკეთოთ ერთი ბანერი და ყველა გადაცემას ლაიტმოტივად გაზდევდეს იმათი სახელები და გვარები ლიდერების იმ პარტიების რომლებმაც მხარი დაუჭირეს გეი მემორანდუმს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების წინაშე ხო არა ბოდიში ახლა დავასრულებ უცებ და თუ მაპატიებთ 2 წუთი მინდა და დავასრულებ არა როგორ მესახება მეთქი გზა რომ ახალ პოლიტიკურ სისტემამდე მივიდეთ, საარჩევნო სისტემამდე მივიდეთ. როგორ მესახება და ასე მესახება. თუ ამ არჩევნებში ქართული ოცნება აიღებს უმრავლესობას, თავი დავანებოთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს უმრავლესობა მას შესაძლებლობას მისცემს, რომ წარადგინოს უმრავლესობის დადგენილებით მიღებული სარჩელი, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის მართლმსაჯულების ორგანო, ეს არის კონტროლის ორგანო, ის მიიღებს სარჩელს და ყველა არსებული მტკიცებულებების საფუძველზე იხელმძღვანელებს რა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით და ადგენს ნაციონალურ მოძრაობას ჩადენილი აქვს ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ დანაშაულებები არაერთ გზის, მრავალ გზის მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ცოცხალია დაზარალებულთა ერთიანობა, წარდგენილია დღემდე გენერალურ პროკურატურაში ათასობით საჩივარი სიცოცხლისა, ჯანმრთელობისა და ბიზნესის ხელყოფის საკითხებთან დაკავშირებით. იკითხება მათ უკან კონკრეტულ პირთა წრე, რომლებიც დღეს იბრძვიან იმისთვის, რომ დემოკრატიის სახელით, გასვოთ პატრიარქმა ტიხონმა რო თქვა, პადლიკამ ანგელა სვეტა страну заходит новый красный черт. ესე შემოდიან. უკან ბარამიძე როგორ უნდა დამიბრუნდეს უკან. სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა ეს ხროვა როგორ უნდა დამიბრუნდეს უკან. ისინი ხრავდნენ ჩემ ქვეყანას, ხო? შესაბამისად რა უნდა ვქნათ? უნდა ვქნათ ის რომ უნდა გადავდგათ ძალიან რადიკალური ნაბიჯები სამართლებრივი კუთხით. ოღონდ სამართლის ჩარჩოებს არ უნდა გავცდეთ. კონსტიტუციის ჩარჩოებსაც არ უნდა გავცდეთ. კანონი გვაძლევს უფლებას დენაციფიკაციის. კანონი გვაძლევს უფლებას პოლიტიკური ლიკვიდაცია მოვახდინოთ პარტიის, რომელიც სჩადიოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ დანაშაულს. ამიტომ გავაგრძელებ ამ აზრს. პარლამენტში შედის მარტივი უმრავლესობით ოცნება, შემდგომში წარადგენს აი ამ სასარჩელო მოთხოვნას
საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ ყველაფერს და ადგენს ერთადერთ სწორ სამართლიან და ისტორიის ნათელმხარაზე მდგომი სასამართლოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებას და აუქმებს ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობის გაუქმებასთან ერთად უქმდება ყველა მანდატი, რომელიც ძალითაც ისინი შემოსულები არიან პარლამენტში. Გავთქვათ 30 მანდატი გავიდა თამაშის მდგომარეობიდან, 120 პარლამენტის წევრი დარჩა რა. Აი ამ 120 პარლამენტის წევრს ისევ დაემატება 30 მათივე სიიდან. შეიქმნება კონსტიტუციური უმრავლესობა და აი ამ კონსტიტუციური უმრავლესობით განხორციელდება ყველაზე ძირეული და მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმები საყოველთაო სახალხო მხარდაჭერის ფონზე. მაგრამ ისევ აი ამ დასავლეთის წარმომადგენლებმა იქ მიხეილ როთი იყო ჩამოსული იქ მამათმავალი მიხეილ როთი ეს უნდა ელჩმაც გააკეთა განცხადება ეხლა დღეს კიდე ჰერჩინსკი აგრძელებს ამ განცხადებებს ითქვა ასეთი რამაც რომ თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ არ შეიძლება რომელიმე პარტიის გაუქმება მარტო უნდა ებრძოლოთ პოლიტიკური გზით ანუ ოპონირება უნდა გაუწიოთ და ეხლა თავად გერმანიაში ARD-ს გაუქმება სურთ 14-მა თუ 17-მა დეპუტატმა შეიტანა მოთხოვნა რომ დაიწყონ ჯერ ხმებს აგროვებენ უმრავლესობა რომ მოიპოვონ დააყენონ საკითხი კენჭისყრაზე რომ გაუქმდეს ეს ARD იქ პოულობენ ეს ალტერნატივა გერმანიისთვის რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება გერმანელ ხალხში საზოგადოებაში რომ მას აქვს ესეთი რაღაც ფაშისტური მიდგომები და ამიტომ ეს პარტია უნდა გაუქმდეს ახლა ლიბერალებს როთი გამოდის და ჩვენ გვეუბნება რომ არ შეიძლება პარტია გაუქმდეს იმიტომ რომ დემოკრატია პრინციპებს როთი იყო ჰერჩინსკი თუ თავად კოლექტიური როთი ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი რაღაც გასულ კვირას გააკეთა განცხადება რომ პარტიის გაუქმება ეს არ არის ევროკავშირის თამაშის წესები ანუ ჩვენთან ევროპაში პარტიები ასე არ უქმდება მხოლოდ ოპონირება შეგიძლიათ გაუწიოთ და პაპუაშვილი ეხმაურება პარლამენტის სპიკერი ევროკავშირის ელჩის განცხადებას ახალია ხო? კი ახალი რამდენიმე დაიდო ინფორმაცია იქ არის ჰერჩინსკი ამბობს კვლავ გვამადლის 121 მილიონი დოლარი დაკარგაო საქართველომ რაც ეს შეჩერდა ეს და იმ კრიტიკის პირობებში ევროინტეგრაციის პროცესი ასევე იყო საუბარი ნუ აი რასაც ამბობს პაპუაშვილი კიევის ბრალი არ არის 2021 წლის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა. ბრიუსელის ბრალი არ არის მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს. ჩვენი ბრალია ჩვენიო. ანუ ყველაფერს რო აბრალებენ ახლა ამ ქართულ ოცნებას ეს ელჩები ნუ აი ასე ხატოვნად გააკეთა განცხადება ამ პაპუაშვილმა რომ პრინციპში ამ სააკაშვილს არ დასიზმრებია მათი ხელშეწყობით იყო აქ შემოსული და თქვენ თემიდან უბრალოდ საუბრობდით აი ამ გეი მემორანდუმზე ამ გეიებზე და ასე შემდეგ ჩემი მხრიდან ვიტყოდი სოციალურ ქსელში ხშირად ტრაგედიაა უბრალოდ რა რომ ვაკვირდები ჩვენი ქართული მუნიციპალიტეტები მათ ხო თავთავიანთი საიტები აქვთ და ხშირად შემხვედრია რომ დღეს გაიმართა გენდერული საბჭოს ხდომა ტრაგედიაა ეს თავად ტერმინი გენდერი არ იციან რა არის ამ საწოდავებმა გენდერი არ არის მხოლოდ მამაკაცი და ქალი აქ არის 54 სქესი როგორც ის გერმანელი ევროდეპუტატი ამბობდა ხო ახლა ახალია რაღაც კვადრობერები გამოსულა ანუ შობელს გაყავს მოზარდი ბავშვი რომელიც გადაცმულია ცხოველად ანუ შეიძლება ძაღლის მსგავსი ნიღაბი ეკეთოს ან კატის ან ვეფხვის და პირდაპირ ქუჩაზე ასე გადადის შეიძლება მანქანებს შემოუტრიალდეს შუქნიშანზე დაუყეფოს და ამ შობელს პასუხისგებლობა აქვს აი ეს კვადრობერები სხვათა შორის ლავროვმა სომხებს კითხა საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად იყო ეს ჩაწერილი ეს ხმა და შემდეგ მედიაც გააქტიურდა რომ ყურადღება მიიქციაო თქვენმა კითხვამოდა ნუ რას ვიზამთო ახლა მე ჩემ კანონმდებლებს ვენდობიო უბრალოდ სომეხ კოლეგას ვკითხეო რომ ეს ახალი სენიაო რაღაც ევროპულიო კვადრობერებიო კიდევ ერთი გენდერიო და თქვენთან არიანო სომხეთშიო და ლავროვი პასუხობს და როგორც აღმოჩნდა კიო დამეთანხმა კოლეგაო სომხეთში კვადრობერები არიანო ხო და აი აქედან გამომდინარე ვამბობ რადგან ეს ნუ ამათ ხო სინდისი არ აქვს გეი მემორანდუმს კი არა ყველაფერს მოაწერენ ხელს თუ კი რამეზე შეიძლება და ეს გენდერული საბჭო რა უბედურებაა თქვენ ადამიანებო უბრალოდ გამარკვიეთ გენდერი სიტყვა არ არის მარტო მამაკაცი და ქალი
სხვა რაღაც სქესები არის 54. მოაშორეთ, აი პირდაპირ ვაცხადებ, აი ხო სრული პასუხისგებლობით სოციალურ ქსელში როგორც კი დავინახავ საქართველოს რომელიმე თვითმმართველი ქალაქის ან მუნიციპალიტეტის პრივატ საიტზე, რომელიც აი სოციალურ ქსელში აქვს თავიანთი გვერდები. წარწერას რომ დღეს ორშაბათს ან პარასკევს გაიმართება გენდერული საბჭოს ხდომა, პირდაპირ დავწერ ამის შესახებ. ან გადაცემას მიუძღვნი. აი როგორ მოვიქცე ეს ვიღაცა ხო შეიძლება ეს მოდეს და აანალიზებდეს უბრალოდ ჩვენ რაზე ვლაპარაკობ და რაზე ვსაუბრობ. ხალხმა იცის დავით რომ გენდერიზმი ეს არის ის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი რომელიც სწორედ სახალხო მართვის მასების მართვის ტექნოლოგიას წარმოადგენს და ეს არის სწორედ ის რის წინააღმდეგაც ჩვენ გვიწევს ბრძოლა ეხა ქართველების იმ ნაწილს რომელსაც ეს საფრთხე იდენტიფიცირებული აქვს გათვითცნობიერებული აქვს და წარმოდგენილი აქ იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას არად დაგიდებენ. და ამ შემთხვევაში მახსენდება, სწორედ თუ არსებობი პავლე მოციქულის 60 კულოში არის ერთგან ნახსენები, რომ ადამიანები იყოფიან მშვინვიერ ნაწილად და სულიერ ნაწილად. ალბათ სულიერებს გააჩნიათ მეტი ხედვა, ესეთი საფრთხეებისა და მშვინვიერები, რომლებიც თავიანთი ხორციელი სიამით არიან დაკავებულები, რა თქმა უნდა, მათთვის გენდერიზმი და ზოგადად ასეთი პოლიტიკა კვადრობერიზმი მათ შორის წარმოადგენს უბრალოდ რაღაც ახირებულ იდეას, რომელსაც შეიძლება ესე უყურო რაღაც ესე იგი ხალისით, არა? ამიტომ ეს ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვესმის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ საფრთხეებს სწორად აფასებს, მათი რაოდენობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე მათი, ვინცთვისაც პერვერტიზმის და ზოგადად პერვერტების არსებობა და მათი არსებობის პროპაგანდა ქვეყანაში მოსულა. და ის რომ აქეთა მხარეს მეტი ადამიანი ჩვენ დავინახეთ 17 მაისს. ჩვენ დავინახეთ 29 აპრილს, მაგრამ 17 მაისი ეს იყო მაინც განსაკუთრებული დღე, როცა თბილისში, ზუგდიდში, რა ვიცი, აქეთ ქუთაისში, ბათუმში, თელავში, გურჯაანში ყველგან გამოვიდა ხალხი, ყველგან, დიდსა თუ პატარა ქალაქებში. იქ სადაც სპეკულაციისთვის არ დატოვილა სივრცე იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა სადღაც მიყვანილი იყო რაღაცა სატრანსპორტო საშუალებებით, არა? ამიტომ მე ძალიან მაიმედებს, დავით, და ეხლა რო არ გაგვიწყდეს აზრი იმასთან დაკავშირებით, შენ ძალიან სწორად დასვი კითხვა, როთთან დაკავშირებით, რომ პარტიის გაუქმება ეს დემოკრატიიდან გადახვევას ნიშნავსო და დღეს ევროპის საბჭომაც მაგაზე დაგვიქნია თითი, რომ ევროპულ გზას უქმნის საფრთხეს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ნუ ავტორიტარიზმისკენ მიდისო რა. კითხვა. აი ინტერესთა კალათაში არის სამი ქვეყანა. მუდმივად 2006 წლიდან, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაისახა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, არა? და როგორც მოგახსენეთ, ყველა პარამეტრში, ყველა დროს საქართველო ყველა ასპექტში უსწრებდა უკრაინასაც და უსწრებდა მოლდოვასაც. დღეს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, როგორც უკრაინაში ისე მოლდოვაში ხას უსვავ ყველა უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია არის განულებული, ყველა ლიკვიდირებულია. საკუთარი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, დემოკრატია, როგორც პროცესი, შეიზღუდა და შეიკუმშა იმგვარად, რომ დემოკრატიამ სნო დასაშვებად ყველა პოლიტიკური პარტიის გაუქმება და მედია. დიდი მადლობა და მედია, რომელიც ყველა ორი არხი დატოვეს გლობალისტური არხები და მიდის ტვინების გამორეცხვა. საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ, რა უნდა დაუმალო შენ ადამიანს იმისთან, ხო? აი კომუნისტებიც კი ვერ ახერხებდნენ, რომ ამერიკის ხმა ჩაეხშოთ და ტრანზისტორებს რთავდა ხალხი და ჩახშობას გაურბოდა და მაინც ისმენდა ყველაფერს, არა? დღეს თანამედროვე ეპოქაში, როცა ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეიძლება, რატო იცით, ამით ხდება დეკლარირება იმ მეთოდებისა და ფორმებისა, რომლის მიხედვით არ მოხდება დანდობა არავის. ფაქტიურად ეხლა ოდესაში რო ქალბატონი გამოვიდა, ელენა ერქვა იმ გოგონას. სახელად თქვა, რომ სლავებს შორის ომი პროვოცირებულია დასავლეთიდან და მე აქ მოვედი იმიტომ რუსეთის დროშითო, რომ შეწყდეს ბრძოლა სლავებს შორის და დამთავრდეს ეს ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომიო, აი გოგონას ხელი მოკიდეს, წაიყვანეს ოდესის კაპეზეში და მეორე დღეს ამოხადეს სული ცემით. გსმენიათ რომელიმე დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ამოღებული ხმა, Human Rights იქნება ეს, Amnesty International იქნება თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, რომელსაც ხმა ამოიღოს ელენეს კვლელობასთან დაკავშირებით ოდესის სიზოში, სიზოა თუ კაპეზეში.
რა თქმა უნდა არა. და წარმოიდგინეთ, როდესაც მოლდოვას და უკრაინის მაგალითები მომყვავს, რომ იქ ერთპარტიული სისტემები დადგა უკვე, დემოკრატიის სახელით. და დღეს ჩვენ რომ ვიბრძვით იმისთვის და ნახეთ, აი ამ ხელსახელისუფლებო ტელევიზიებზე გაცილებით უფრო შეკაზმული, გაცილებით უფრო მძლავრი, კარგად დაფინანსებული, კარგ ნალდაჭედილი შეიძლება ასე ითქვას, სისტემებით პროპაგანდირებენ კვლავ და კვლავ ერთსა და იმავეს, ხო? არავინ არ ებრძვის მათ იმაში, არავინ არ კეთავს იგა გრიგოლიას სტუდიას, არავინ არ კეთავს ნიკა გვარამიას ტელევიზიას, მიუხედავად იმისა, რომ ეზერაშვილს დაუდგინდა ფაქტიურად ევროპელი პენსიონერების თანხების მითვისების თაღლითურ სქემის უკან ბოსად ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ის აფინანსებს 35 მილიონით TV პირველს, ხელს არ კიდებენ იმ TV პირველს, ხო? აი ბოლომდე მიყავთ ეს პროცესი. იმათ როგორ უნდა ამოიღონ ხმა ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ მოქმედებებთან დაკავშირებით ან ავტოკრატიისა ან მით უმეტეს ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებების დაწყებას. როგორ? სხვა საკითხია უკაცრავად არჩევნების დღეს რომ მოხდება ის, რამაც შეიძლება ქვეყანა გადააყოლოს და მომავალ თაობებისთვის ფარდა ჩამოაფაროს და ამას მოყვება რეაგირება სამართალდამცავი ორგანოები და აქვე ხაზი მინდა გაუსვა. არავის ეგონოს რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები აღმოჩნდებიან პირისპირ ვიღაც მომიტინგეებთან და პროტესტის მწარმოებელ ჯგუფებთან. არა, მთელი ერი დადგება გვერდზე. მთელი ერი. ყველა იქნება პოლიციელი. იმიტომ რომ პოლიციის შესახებ კანონი პირდაპირ ცხადყოფს, რომ პოლიციელი მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. ამიტომ ყველანი დავდგებით პოლიციის გვერდით, ყველანი დავდგებით იმ სამართალდამცავი ორგანოების გვერდით, რომელთა ერთადერთი ამოცანა, მისია, დანიშნულება, ვალდებულება არის დაიცვას წესრიგი ქვეყანაში. ყველა დავიცავთ. 17 მაისის პროექცია მოხდება გაცილებით დიდი მასშტაბებით. ხო და რა არისმით ეს დასავლეთში? არა, არისმით, მაგრამ ნახავენ. ნახვამდე დარჩა ერთი კვირა. ახალი ქართული საოცრება. არა მხოლოდ ფეხბურთში, არა მხოლოდ რაგბში, არა მხოლოდ ძალოსნობაში, არა მხოლოდ ჭიდაობაში, არა მხოლოდ ჭადრაკში. დღეს ისინი ნახავენ უახლეს ქართულ საოცრებას პოლიტიკური კულტურის წარმოჩენის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, მშვიდობის და დემოკრატიის დაცვის პრინციპების გამოყენების გზით. ხო, მაგრამ იცით რატო, დავით? ხშირად მაინც ახლა უკვე მაქსიმალურად ცდილობენ რომ ეს ყველაფერი, ეს რეალობა შეფუთონ ისე, ვითომ რუსეთი ახდენს აქ манипуლირებას. ხო, ეს ხო გესმით ხა არა რომ სადაც ტრამპის ადმინისტრაცია დადანაშაულდა. აი თქვენ მოლდოვა ახსენეთ ბატონ დიმიტრი, მოლდოვაზეც იგივეს ამბობენ. აი წარმოიდგინეთ, აი მაგალითისთვის მოვიყვან უბრალოდ რა. თქვენ იცით რომ ფლორიდას რომ დაატყდა ხა სტიქია ეს თურმე რუსული ტექტონიკური იარაღის გამოყენების თეორიები. ანუ ყველგან შეუულიათ რუსეთის სახელი მოაბა. იმიტომ ამახვილებ ყურადღებას რომ აი ეს თაობა რაც ჩვენთანაც ახლა ეს ჯენზებსაც ეძახიან და ფაქტია რომ ტვენი გამოურეცხეს ამ ახალგაზრდობას. ტრაგედია ნამდვილად იგივე დაახლოებით ისეთივე სურათია ამ მოლდოვაში. მათ მთელი 10 თეული წლების განმავლობაში ჩაუნერგეს რომ ისინი სინამდვილეში რუმინელები არიან, ანუ მოლდოვური ძალიან გავს რუმინულ ენას. არა და აი როგორ თქვა, ბესარაბია, ანუ ცნობილია ის მოვლენები, სტალინმა მოაერთა ეს მიწა. თავად ბესარაბია იყო ცენტრი და ეს ვლახეთი და სამხრეთი რუმინეთი ფაქტობრივად ვასალური დამოკიდებულება ჰქონდა და პროტექტორატი ჰქონდა თავად რუსეთის იმპერიას ამ ვლახეთზე. და ანდრიანოპოლის ზავით მე არ მინდა ეხლა რაღაც ისტორიული მომენტები შემეშალოს, მაგრამ მოლდოვას რა ჭირდა რომ იმისთვის რომ მოხდეს იქ რუმინიზაცია. სასაცილოა პირდაპირ. და ეს ახლა ეს მათი ხელმძღვანელი ქალი, ეს სანდუ, რომელსაც არ ვიცი ახლა გემოგლობინი როგორ აქვს, ან სისხლის ჯგუფი რომელი აქვს, მაგრამ ფაქტობრივად არის ისევ აი გამოზრდილი ამ სოროსის ინკუბატორში. აბსოლუტურად მათი მონა. სასწაული ამ მოლდოვასთან დაკავშირებით იქ პრესაც ორადორი არხი აქვს, გლობალისტური არხი, მიდის ტვინების გამორეცხვა და ფაქტობრივად მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოახდინონ კონფრონტაცია რუსეთთან. ცხადია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პროპაგანდას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სწორ პროპაგანდას, ანუ სიმართლეზე დამყარებულ რუპორს. მე მიმაჩნია რომ ოცნება უშვებს სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც ჩვენ გვიკეტავს ეთერებს. მე პირადად წლებია უკვე ჩაკეტილი მაქვს პირველი არხი იმედი
პოსტივი ხო საერთოდ არ ვიცი, ესე იგი საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს სად არის და როგორ არის. და მაესტრო და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება რომ საჯარო პირებს, რომლებსაც გააჩნიათ მით უმეტეს სახალხო დიპლომატიური მისია, აწარმოებენ გარკვეულ პროცესს სამოქალაქო პლატფორმის მშენებლობისა, ისეთ რთულ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორც არის ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვა რა. თემაინც ოცნებას მაინც არ კონდეს ჩადებული პირდაპირ წესდებაში და 30 დეკემბერს გახსოვთ თქვენ გაჟღერდა ეს წესდება პირდაპირ წერია, რომ გადატვირთვა რუსეთთან არის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საგარეო ამოცანა ქართული ოცნებისთვის. და ამ დროს იმ ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში ვინც მუშაობს, ჩვენ სამწუხაროდ არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც არის 70 მილიონიანი თუ 90 მილიონიანი ორგანიზაცია. ახლა შენობა ვნახე ახალი. წარმოიდგინეთ რა. რატომ რეზერვაციასაც გავაკეთებთ ამ შენობაზე? საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, საჯარო პირს, რომელიც სამოქალაქო დიპლომატიის პროცესშია ჩართული, ვიხემძღვანელო და ვისარგებლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთეებით. რა თქმა უნდა. უფლებები, შესაძლებლობები, რატომ არ უნდა მოხდეს რეალიზაცია ამისი? დააგვირდით, რაღაცა პატარა წრე ყავთ ექსპერტების და ამ პატარა წრის პოზიციონირებით ახდენენ საკუთარი იდეების და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების დაყვანას საზოგადოებამდე. საკმარისია? მე ვთვლი, რომ არ არის საკმარისი. და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც ეს ცხადყო. არ არის საკმარისი. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ჩემს კოლეგებს, მხოლოდ ტელევიზიას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გააჩნია სტაბილური მდგრადი, ასე ვთქვათ, პოზიციონირების შესაძლებლობას და უნარიც და ნელ-ნელა იკრებს ძალას, იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასე მოუთხროთ საზოგადოებას იმ ისტორიებთან, გამოცდილებებთან, ანალიზთან დაკავშირებით, რომელსაც გავდივართ ჩვენი პრაქტიკული ცხოვრების ყოველ დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ გვახსოვდეს რა, რაც არის მისაღები იუპიტერისთვის დაუშვებელია ხარისთვის ამ პრინციპით დასავლეთი გვიდგება ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია. და გვამასხარავებენ ახლა რომ წარმოგიდგენიათ ახლა როთი რომ იმას იტყვის რომ აქ პარტიის აგრძელვა იქნება დემოკრატიისთვის მომაკვდინებელი ნაბიჯის გადადგმა და ამ დროს მოლდოვაში და უკრაინაში ამას ახალისებენ პირიქით, დაიცით გუშინ დაარბიეს ჩერკასებში, დიახ. მიხაილ მთავარანგელოზის ტაძარი. დასახიჩერდა ხალხი. აბსოლუტურად, მაგრამ მათ არ იციან რომ რეიდერული შეტევა იყო ტაძარზე. როგორც არასდროს ისე არის კონსოლიდირებული აღმოსავლეთ უკრაინის საზოგადოება და არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის, დასავლეთ უკრაინის. როგორც არასდროს აი ამათმა მოახერხეს ასეთი დამოკიდებულებით უკრაინის მართლმადიდებელი მრევლის სრული გაერთიანება აბსოლუტურად და სარწმუნოებაში მოდის ახალგაზრდა თაობები. ეგრეა, სადაც უჯულოებაი გამრავლდის, იქაცა მადლი ქრისტესი გარდამეეს ზიარჭურჭლის პრინციპი მათ არ ესმით უბრალოდ რა, როგორ მოქმედებს და ანალოგიური მუშაობს საქართველოში, დავით. 30 წელია ჩვენ უკვე აცრილები ვართ ყველაფერზე. სამოქალაქო ომი ვიცით, დაპირისპირება ვიცით, ძმათა კოლელი ომები ვიცით, სისხლის ღვრა გაგვივლია, ბანდიტიზმი გაგვივლია, ყველაფერი გაგვივლია. საკუთარ თავზე გადაგვიმტვრევია ეს ყველაფერი და დადგა რა დრო, მადლობა ღმერთს, სტაბილური განვითარების რელსებზე მდგომებმა, გნებავთ ბილიკებზე მდგომებმა გადავინაცვლოთ რელსებზე. ბატონ დიმიტრი, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ამბობს ასეთ რამეს, აგრძელებს პრინციპში, თუ გახსოვთ, როდესაც საკითხი უკვე აიც კიპზე იყო და გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი გამოვიდა მაშინ და თქვა, რომ ბევრი რამე ვიცით და მოდით ნუ გვათქმევინებთ, ანუ თუ დადგება საჭიროება, ვიტყვით ყველაფერს რა ხელების გადაგრიხვით გვაშანტაჟებდითო. შემდეგ ამისა, ამას წინათ ერთ-ერთ ეთერში, ესეთ ცალითვალით უყურე, რაღაც მომენტები დავიჭირე, თეა წულუკიანი აძლევდა კულტურის შესახებ ინტერვიუს და მივაქციე ყურადღება, რომ პირდაპირ ანუ პირდაპირ იმპერატიული ტონით გთხოვდნენ, რომ ეს ჩოხიანი ხალხი ჩვენ არ გვჭირდება ევროპაშიო. ისინი, ანუ ხვდებით ხო, რაზეა საუბარი. ეხლა კობახიძე ამბობს, თუ რა შეხვედრები გაიმართა, ვინ იყო მოსული, რა მოგთხოვა თებერვალ მარტში და მოგვიანებით ამაზე არ ვსაუბრობთ. არის რაღაცები, რასაც არ ვამბობთ, იმიტომ რომ ურთიერთობებს უფრთხილდებითო. ურთიერთობებს უფრთხილდებითო, მაგრამ ასევე ამბობს, რომ გადაიტვირთება ეს ურთიერთობებიო. აი ხაზგასმით ელოდებიან რაღაც მომენტს, რომ კვლავ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყონ სხვა პლასში გადაიყვანონ ურთიერთობა. ანუ გააჯანსაღონ. ანუ რა გამოდის ახლა ეს ოპოზიცია, კოლექტიური ოპოზიცია? მე არ გამიკვირდება, რომ
ქართული ოცნების მერე საერთოდ მოიყვანონ როგორც ახალი სისხლი ეს გვარამია მელია, როგორც უფრო პატარა ბიჭები და დამჯერები, რა ვიცი რა შეიძლება მერე მოხდეს. ეს ხაზარაძე და გახარია საერთოდ ქვემოთ ჩააჩოჩონ, ხოლო ნაცმოძრაობა უბრალოდ 5% გადაალახინონ და 1-8 ანათიკაცი შეაყვანინონ. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვა ერთიანი მაინც ეს მიმართულება. გააკეთოს კოალიცია ამათთან, ამას გულისხმობთ? კოალიცია პირიქით, არა, ოცნებამ არა. თავად ამათ გააკეთონ კოალიცია. უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა იქნება წარმოდგენილი მინიმუმით და ვთქვათ ეს გვარამია მელია ან გახარია ან თუნდაც ხაზარაძე და აქცენტი რომ დენაციფიკაცია ნიშნავს მანდატების დაკარგვის გარდაუვალ პროცესს. დიახ. ყველა დაკარგავს მანდატს, ვინც მიიღებს მანდატს. თქვენ რა გონიათ გვარამიამ რატო თქვა სიაში შეყვანაზე? უარი. რა თადარიგი დაიჭია გვარამიამ? გამორიცხული იყო გვარამია სიაში არ ყოფილიყო. გვარამიამ დაიჭირა თადარიგი სწორედ იმასთან დაკავშირებით რისი რეალური სურათიც მას ამერიკის საელჩოში დაუდეს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში. ეს მესმის რომ შეიძლება ფანტასმაგორია გონია ვიღაცას და წარმოუდგენელი გონია, მაგრამ თქვენ ნახავთ ეს შესაძლებელია. გულისხმობთ რომ სისხლი შეიძლება დაიღოს. სისხლის დააღვრაზე კი არ ვლაპარაკობ, კაცო. საუბრობ ხა ამ წუთას მე დენაციფიკაციის პროცესიდან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე და მისი შესული დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმებაზე. და ამ შემთხვევაში მარტო ნაციონალური მოძრაობა როგორც ასეთი დასახელება კი არ იგულისხმება. პერსონიფიცირება ხდება იმ პირებისა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაში წარმოადგენდნენ თანამდებობის პირებს. მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძე დღეს რომ გირჩს ეფარება, იყო აღმასრულებელი მდივანი 2012 წლის მდგომარეობით. ნაციონალური მოძრაობის. რომელმაც გენერალური პროკურორი. რომელმაც არც კი უარყო რომ ციხეებში რომ აწამებდნენ ეს მე ვიცოდიო. გახსოვთ თქვენ ეს. აი ეგ პიროვნება აუცილებლად მოხდება ამ პიროვნების საქმის შესწავლა იმ საგანთან მიმართებით, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღმოჩნდება როგორც ლიკვიდირებული პოლიტიკურად. როგორც პოლიტიკურად ლიკვიდირებული სუბიექტი დისკვალიფიცირებული პოლიტიკური საქმიანობის შემდგომი გაგრძელების უფლების გარეშე. ხვდებით? ამაზე აქვს საუბარი. ასე რომ აქ ძალიან ბევრი ასე თქვა შეიძლება პირდაპირ თქვა კიდევაც რომ ეს არის ეკვილიბრისტიკა პოლიტიკური ეს ჟონგლიორობა ეს ეკვილიბრისტიკა შეიძლება რაღაც აქ ლაპარაკია რეალურ სამართლებრივ გზებზე რომელიც შეიძლება განხორციელდეს განვითარდეს რა თქმა უნდა როგორც ყველაფერი არ იჭმევა ყველაფერი არ ითქმევა და წინასწარ შეუძლებელია ყველა დეტალზე ჩამოხვიდე მაგრამ კონცეფტი აგერ ცნობილია აბა საიდან უნდა მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა? თუ კი რეალურად თვითონვე ამბობს, რომ 59.8% იმაგო გორბის კვლევებითო და გაცილებით ნაკლები კიდე Edison Research-ის კვლევებით. თვითონ ხო არ იწერს თავისთვის კონსტიტუციური უმრავლესობას. კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება 70%-ზე მეტი. კი. ეგრე არ არის? 76%. მაგრამ ხო არ იწერს თვითონ 76%-ს. აბა მაშინ კითხვა ხო უჩნდება რიგით ადამიანს. კი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იღებ? აი მოგიყევით როგორ იღებს ბრძოლით და სახალხო მხარდაჭერის გზით ეს არის სრულიად რეალისტური просто ამას ჭირდება უბრალოდ ამას ჭირდება საყოველთაო კონსოლიდაცია პოლიტიკური აზროვნება წიფე პოლიტიკური აზროვნება ამას ჭირდება პრაგმატიზმი ამას ჭირდება წინხედვა და მე ვიცი რომ ჩემი ქვეყანა ჩემი ერი ჩემი ხალხი არის ძალიან ბრძენი უკვე რა ძალიან გაზრდილია სწორედ აი ამ პროცესში და სწორად დაინახავს ამ შესაძლებლობას და ხელიდან არ გაუშვებს. ეს არის ისტორიული შანსი. რომ გადავამტრიოთ დასავლეთის ჰეგემონია ჩვენ ქვეყანაში და აღვიდგინოთ სუვერენიტეტის ის ხარისხი, რომლის ფარგლებშიც მართლაც დაგელაპარაკებიან ღვთის საწევით. მართლაც დადებენ შენთან უკვე სწორუპოვარ თანაბარი ძალის ხელშეკრულებებს, სადაც შენ არ იქნები განხილული როგორც პოლიგონი ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირებისა. შენ არ იქნები განხილული ქვეყანა, სადაც ფული უნდა გათეთრდეს კაზინოებით, ფული უნდა გათეთრდეს საბანკო კარტელური გარიგებებით და ასე შემდეგ. სადაც ამისე მერე დაბრუნდება ხალხი უკვე ღირსებით თავის ქვეყანაში. დიახ, როცა კანონმდებლობა ჩამოყალიბდება და კონსტიტუცია, ორგანული კანონი და კანონთა იერარქია იქნება ეროვნული ხასიათის, როდესაც უცხოელი ინვესტორი ვეღარ შემოვა საქართველოში ისე რომ ადგილობრივი მეწარმე საქართველოს მოქალაქე არ დახვდეს ბიზნეს პარტნიორად. აი, როდესაც ესეთი საკანონმდებლო აქტები გვექნება, როდესაც მიწას
ექნება არა საბაზრო რეგულირების ობიექტის სტატუსი, არამედ იქნება მართლაც განსაკუთრებული ღირებულება სახელმწიფოში, რომელიც ისრაელის მსგავსად გამოცხადდება ეროვნულ სახელმწიფოდ. საქართველოს უნდა იყოს ეროვნული სახელმწიფო. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მე ესე წარმომიდგენია ქვეყნის სტატუსი. კვადრატული სანტიმეტრის მიწის ფასი უნდა იყოს წარმოუდგენლად დიდი. და საქართველოს მოქალაქეობაში შემოსვლა უნდა იყოს განსაკუთრებული პრიორიტეტი და განსაკუთრებული შესაძლებლობა ამას მაინც ბაზარი განსაზღვრავს ახლა ბატონ დიმიტრი. ბაზარი თუ ბაზარს გავატანეთ მე მინდა სწორად გამიგოთ უბრალოდ აი ხანდახან მე კი მშვენივრად მესმის. ბოდიში ატრელები რას ამბობენ იცით რომ ჩვენო მიწაზე რეგულაცია რო გაუშვათო გაყიდვისო არაბები შეიხები იყიდიან 1 საათში მთელ ავსტრიას. მესმის მშვენივრად თქვენ რასაც გულისხმობთ უბრალოდ ახლა აი ელემენტარულად რომ დააკვირდეთ განცხადებებს უძრავი მოძრავი ქონების გაყიდვის შესახებ შეიძლება იყოს რაღაც ლამაზი სახლი თბილისის მიდამოებში გულისხმობ მაგრამ ფასი ადევს ისეთი, რომ დარწმუნებული ვარ, ტრავერტინით მოპირკეთებულ ვილას იყიდი ბერძნულ კუნძულს თავის ვილიანად. ხო, ეგ კიდე ცალკე სპეციფიკაა. ხო, ხვდებით რას ვამბობ. მაგრამ არარეალურ ფასებს ადებენ ზოგადად ჩვენთან ამ უძრავ ქონებას, მაგრამ მიწასთან დაკავშირებით საქართველოს თვალია დადგმული ძალიან ბევრ კორპორაციას. და შემთხვევითი არ იყოს პიონერი რომ შემოვიდა აგროტერორისტი. გახსოვთ თქვენ, ხო? ეს 2009 წელს როდესაც დაგვათესინეს ჰიბრიდული სიმინდი. რატო იყო ეს? ეს რა პოლიტიკა ტარდებოდა მაშინ? აგროტერორიზმის პოლიტიკა ტარდებოდა, რაც შეიძლება ხელმოცარული ყოფილიყო გლეხი, მიწაზე ხელი აეყარა, გული აეყარა უბრალოდ მიწაზე მუშაობისგან და წასულიყო ქვეყნიდან. არა და საქართველოს არის სოფლის ცივილიზაცია, ბატონ დავით. სოფლის ცივილიზაციაა და თუ სწორად დაიგეგმება შემდგომში ამ ქვეყნის ყოფა-ცხოვრება, ნამდვილად მოხდება დეურბანიზაციის შეუქცევადი პროცესი. გაჩნდება სამუშაო ადგილები არა ქალაქში, არამედ ქალაქ გარეთ სწორედ და გაჩნდება იმ ფერმერული ბლოკების გათვალისწინებით, რომლის ძალიან მაგარი გამოცდილება აქვს ისრაელს, მინდა გითხრათ კიბუცების სახით. ძალიან მაგარი გამოცდილება აქვს და ჩვენ არაფრით ჩამოვარდებით ჩვენს ებრაელ ძმებს და დებს. იმ შესაძლებლობების რეალიზაციის კუთხით, რომლის ფარგლებში სხვათა შორის მათაც შეგვიძლია ბევრი რამე დავესესხოთ და მათი მოწვევა შეგვიძლია ბევრ საკითხში კონსულტაციის. კიბუცებში ცხოვრობდნენ უდაბნოში, ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობს კიბუცებში, ბევრი ქართველი ებრაელი. და ქართული სოფლის მეურნეობის ტრადიციებს და კულტურას არის ჩაჭიდებული თავის ისრაელში. რატომ შეიძლება საქართველოში გავაკეთოთ? თქვენ რაც ახსენეთ, ეს ერთიანობა უნდა გამოჩნდესო სწორედ არჩევნების შემდეგ. მაგრამ ასეთივე ერთიანობისკენ მოუწოდებს ახლა მაგალითად ბუკუჩავა გამოვიდა და შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე უამბობს, რათა ივანიშვილმა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს. ანუ ეხლა ხო ყოველდღიურ რეჟიმში გაფრთხილებები მოდის ევროკავშირიდან. ხო, ეს არის ქვეყნებიდან. ხო და ფსიქოლოგიური შეტევა დავით. ხო, 20 ოქტომბრის მარში უნდა იყოს ძალიან მასშტაბური, ძალიან საზეიმო სახეებით, რომ წინასწარი გამარჯვების ინსცენირება აიდაში არის გამარჯვებული რადამესის არია რა, აი გამარჯვებული რადამესის ის უნდა შექმნან რა, განწყობა რა, უკვე გაიმარჯვეს. დასრულდა, დამთავრდა ყველაფერი. ჩვენი წარმოდგენები ტრადიციული ქვეყნის მშენებლობის იდეასთან დაკავშირებით, ღირებულებებთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი წელია ვთქვათ საუბრობთ და ეს ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი იქნება ევროპული დასავლური დემოკრატიის პრინციპებით წარმართული აწი. და ამას უნდა შევეგუოთ. აი ამის დემონსტრირება იქნება და ამისი კონტრფორსი არის სიმშვიდე. სიწყნარე, მისვლა არჩევნებზე და მხარდაჭერა სწორედ იმ საკანონმდებლო ტრილოგიისთვის, რომელთან დაკავშირებითაც აი ამდენი ხანი ვისაუბრეთ და ეს არ არის უბრალოდ კანონის მხარდაჭერა, ეს არის გლობალური ტრენდის მხარდაჭერა, ბრძოლის მხარდაჭერა იმ წყალგამყოფთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ მთავარი წყალგამყოფი სწორედ ქვეყნის ტრადიციული განვითარების შესაძლებლობასა და იმ გველეშაპს შორის, რომელიც ძალიან მალე გადაგყოლაპავს იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ხელს ავიღებთ ჩვენი სუვერენიტეტის მომსახურებაზე. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი გადაცემაში სტუმრობისთვის და ასეთი ვრცელი საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე. შევხვდებით უკვე ორ შაბათს. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.